მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ დღეს მეორე განკვეთილია ისევ Microsoft Word-ში ვარ და დღეს ვისაუბრებთ page layout-ის განყოფილებაზე და რა თქმა უნდა ჩვენს დაფებზე. მოდით ჯერ დავიწყოთ დაფით. ავიღოთ მაგალითად ავიღოთ ამდენი, აი ამდენი დაფა. ჯერ როგორც წინიდან გაკვეთილზე მე თქვი ამას აქვს თავის გაფორმებები და რაღაცები მე ქვე პუნქტები. მოდით ჩავღრმავდეთ რას ნიშნავს და უფრო კარგად გავიგებთ. პირველ რიგში სანამ მე აი ამ განყოფილებას ახსნი, მინდა გითხრათ ის აი ეს არის ძალიან პატარა ხო? და დაფიქრდით როგორ გავადიდო ეს. მაუსის ის არის უნდა მიიტანოთ ბოლოში ქვედა კიდეში და გამოვა ორი ის არის. დააწვევით მაუსს და ესე ადიდებთ, აი ესე დიდდება თქვენი დაფა. თუ თქვენ გინდათ რომ გამოწიოთ ეს დაფა და იყოს ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ გამოჩნდება ესეთი მიზანი, მოკიდებთ, დააჭერთ მაუსს, დიდხანს გეჭირებათ, მოკიდებთ და გადავა თქვენ სასურველ ადგილას. ბევრი მეკითხებოდა თუ როგორ წავშალო, ან როგორ დავამატო ახალი დაფა. ახალი დაფის დამატება ან წაშლა არის ძალიან მარტივი. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა დაფის წაშლა, მივდივართ ამასთან, ანუ ეს არის საშლელი, ვაჭერთ ამას და ნებისმიერ ადგილს შლით აი ესე. და თუ ჩვენ გვინდა დამატება, რა თქმა უნდა ვაჭერთ აი ამ ფანქარს, ფანქარი არაჩვეულებრივი ფანქარი, არამედ ის რომ დამატო ერთი კიდე უჯრა. აი, ერთი უჯრა დამატებულია. კიდე დამატებულია. ზოგი მეკითხებოდა როგორ გავადიდო ან დავაპატარავო ჩემი დაფა. მაგისტვის ეს ჯერ გამოვხდოთ, ხო? მაგისტვის მივდივართ ნებისმიერ დაფაზე და აგერ ჩანს ორი ის არის პატარა ორი დაფით. ეს ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ან დააპატარავოთ თქვენი დაფა. მოდით განახებთ როგორ არის ეს. აი აჭერთ მაუსს, გეჭირავთ მაუსი და თქვენ გაადიდეთ ეს. ესე თქვენ დააპატარავეთ თქვენი დაფა. რა თქმა უნდა, ამ განყოფილებაზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია. ხო, რაც შეეხება მუქი და მკრთალი ხაზებზე. აი ამ განყოფილებაში არის დაკნაკნილი ხაზები ან გამოტოვებული ხაზები. აი მაგალითად მე რო ეს გავაკეთე, ეს არის ცოტა უფრო მუქი გამოტოვებული ხაზი. ასევე არის ჩვეულებრივი ხაზი და არის ცოტა მუქი ხაზი. მოდით ახლა აი ჩვენ დავუბრუნდით ახლა ჩვენ საწყის პოზიციაზე ყველაფერი. როგორც გითხარით, ამის ახსნას არ დავიწყებ, იმიტომ რომ მაგალითად ეს გახდა ამ ფერი. ეს გახდა ფერებს თქვენ არ არჩევთ. ეს იმიტოა კარგი, როდესაც გეგმავთ რამეს და გინდათ რომ აი ამ ფერში იყოს პირველი დეკემბერი სიტყვაზე, აქ მე ამას ვაკეთებ და ასე შემდეგ, ანუ სამსახურში როცა მუშაობთ, ეს არის ძალიან გამოსადეგი რამ. როგორც მიხვდით, აი ეს გავარჩიეთ. მე დიდი არაფერია აქ არ არის და გადავიდეთ ჩვენ მოდით ეს აი წაშლა როგორ ხდება და წაიშალა ჩვენი დაფა. ეხლა ჩვენ გადავიდეთ მესამე გრაფაზე page layout. page layout ნიშნავს რომ თქვენს ფურცელს ზომა, სიგრძე, გადიდება და დაპატარება შეუცვალოთ. აქ ეს არის თქვენი სათაურის გალამაზება.
აქ ამას აქვს ფონტები, ამას მოყვება ეფექტები, ამას მოყვება ფერების მიცემა. აქ არის როგორ უნდა იყოს სიგრძეში, როგორ უნდა იყოს სიგანეში, მეგონი ძალიან შეწეული, ძალიან გაწეული, ძალიან დაბალი და ასე. ესეც იგივეა შეწეული, აი შევწიეთ, ეს გაიწელა. ეს არის სიგრძე სიგანე და ასე შემდეგ. აი მაგალითად რატო წერია აქ 4 და ლეთერ და რაღაცა. მაგალითად სიტყვაზე ახლანდელი პრინტერები ხმარობენ ფორმატს A4-ს, ქაღალდის ფორმატს, ანუ. მაგრამ თქვენ მაგის ჩართვა თქვენთვის თქვენ არ გინდათ მაგის ჩართვა არ არის თქვენთვის საუცილებელი, რადგან თვითონ ავტომატურად პრინტერი აღიქვამს და გადაიტანს A4-ის ფორმატში. ამიტომაც ნებისმიერი თქვენი დაწერილი თემა ამობეჭდვის დროს გამოვა A4-ის ფორმატში და მეორე პრინტერის ფურცლები იყინება მხოლოდ A4-ის ფორმატში. პრინტერს კიდე გააჩნია. ეს არის სიტყვაზე ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. ანუ თუ თქვენ გინდათ რომ პირველ ამ ნაწილში იყოს საუბარი დადებით მხარეზე, ანუ თქვენ თქვათ აკეთებთ დახასიათებას და გინდათ რომ აქეთ მხარეს იყოს დადებითი, აქეთ უარყოფითი. ეს ყოფს ამას 2 ნაწილად, 3 ნაწილად, 4 ნაწილად და ასე შემდეგ. აი აქ დაწერთ მარტო დადებითს. და მე ვარყოფით. შემდეგ ნაწილი იყოს ქვემოთ, ზემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ, კონკრეტული ნაწილი რომელიც გინდათ რომ იყოს. ანუ ეს არის გვერდების დანომრვა. მოკლედ ასე რომ თქვათ. აი ეს სექცია. ასევე ამას აქ ფერე, ანუ ეს არის ძალიან კარგი რამე. სიტყვაზე თქვათ თქვენ დაწერილ მასალას დებთ საიტზე. მაგრამ გინდათ რომ ეს მასალა არავინ მოიპაროს. აწერთ სანამ დაიწყებთ თქვენ წერას ამ მასალის Word-ში რა თქმა უნდა, აწვევით აი ამას, ხედავთ do not copy. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ ეუბნებით იმ მოხმარებელს რომელიც წაიკითხავს თქვენ ნაშრომს საიტზე რომ არ დააკოპირო, ანუ არ მოიპარო. ანუ ამით ამტკიცებთ რომ თქვენ ხართ ამის დამწერი და ეს იქნება პლაგიატობა თუ ვინმე გამოიყენებს ამას. ანუ აქ აღარ აქვს ლაპარაკი ამაზე, აი ამაზეც აღარ ვისაუბრებ, თითქმის სახაზავის ფუნქციას ასრულებს. ეს ადვილი რამეა. აი ეხლა თქვენ ფიქრობთ, რატომ არ არის ეს განათებული? ეს იმიტომ არ არის განათებული, რომ ეს უფრო არის სურათთან მუშაობა. სურათთან მუშაობა არის, თქვა სურათს რომ მე ჩადებთ, მოდით გავაკეთოთ. ჩავმოდოთ სურათი, არ არის პრობლემა. ვქოთ ნებისმიერი სურათი, აიღოთ აი ეს. რატო ეს პატარა ვერ გავიგენ რა არის მარადმე არა. ეხლა გეტყვით ეს do not copy უნდა წავშალო. აი მაისედეთ ესე იგი 1. აჰა. insert. აი ჩავტვით მაგალითად რამე სურათი. აი სურათი არის და პოზიცია როგორ უნდა იყოს? შუაში, გვერდით, მარცხნივ, მარჯვნივ, ქვემოთ, სუბოლოში. აი მართლა დავიჭირთ ესე. ეხლა ტექსტი არ ეს შუაშია. ავიღოთ იქნება ბოლოში. აი და ესეთი რაღაცები. ამაზე ეს არის თქვენ ეს არის სურათის მომბრუნება 90 გრადუსზე ესე დატოვება ეს რაღაცა
ეს არის ძალიან კარგი რომ აკეთებთ თქვენ პრეზენტაციას. მაშინ დაგჭირდებათ სურათების დამატება და ჩასმა. დღევანდელი გაკვეთილი ამით მორჩა. თუ რამე კითხვები გაქვთ მომწერეთ Facebook-ზე ალექსანდრე ჯაში და მე შევეცდები გიპასუხოთ.